ფოტოგრაფიების საშუალებას გვაძლევს კონკრეტული მომენტი დავაფიქსიროთ და სამუდამოდ შევძლოთ მის გახსენება. ჩვენგან უმეტესობა ფოტოგრაფიებს ვიყენებთ, რათა ჩვენი შვილების მნიშვნელოვანი მომენტები დავაფიქსიროთ, ცხოვრების მოვლენები გადავიღოთ, ან ლამაზი დასასვენებელი ადგილის სურათები გადავიღოთ. მაგრამ ამ ტექნოლოგიას კიდევ ერთი მხარე აქვს, რომელიც გამომძიებლებს საშუალებას აძლევს დამნაშავეები დანაშაულებთან დააკავშირონ. და კიდევ ერთი მხარე, რომელიც თავად დამნაშავეებს აძლევს საშუალებას სამუდამოდ დააფიქსირონ საკუთარი ქმედებები. ნომერი 10. 53 წლის მიტა ვალენტაინი ფაეტვილის ჩრდილოეთ კაროლინადან მისი ახლობლების მიერ აღწერილი იყო როგორც მოსიყვარულე და მზრუნველი ქალი, რომელიც მთელი გულით ეძღვნებოდა თავის სამშვილს. მიტა ასევე მუდმივად ესწრებოდა Deliverance Praise Church of Worship-ში, სადაც მუშაობდა. ამიტომ, როდესაც მან ბიბლიის შესწავლაზე მისვლა გამოტოვა, საზოგადოებამ იცოდა, რომ რაღაცა არ იყო რიგზე. მიტა და მისი სამი შვილი ცხოვრობდნენ Sycamore Park-ის საცხოვრებელ კომპლექსში, Fayetteville-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში. დღის განმავლობაში ის მუშაობდა Deliverance Praise Church-ში მდივნად და ძალიან აქტიურად იყო ჩართული ეკლესიის საქმიანობაში. როცა ოჯახთან ერთად სახლში არ იყო, მიტა ჩვეულებრივ ეკლესიაში იმყოფებოდა, ეხმარებოდა პასტორს და საზოგადოებრივ ღონისძიებებს აწყობდა. მისი რწმენა ძალიან ღრმა იყო და ის ხშირად ესწრებოდა ბიბლიის შესწავლას, ასევე კვირის განმავლობაში ყველა ქადაგებას. მოხსენებების მიხედვით მიტა მარტო ცხოვრობდა, მაგრამ მას ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან სახელად Reginald McDowell-ი. Reginald's ერთ-ერთი მისი შვილის მამა იყო, მაგრამ მათი ურთიერთობა რთული იყო და მათ შორის ოჯახური ძალადობის სერიოზული ისტორია არსებობდა. 1989 წელს Reginald-ი მიტა გაიტაცა. სოვიეტი მოხსენების მიხედვით მან მაშინდელი შეყვარებულიც გაიტაცა, რის გამოც მას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც ჩანს, ისინი წარსულში წყვილი იყვნენ გატაცებამდე, მაგრამ მათი ურთიერთობა 1999 წლამდე დასრულდა. 2011 წელს Reginald-ი გაათავისუფლეს და ისინი ისევ ერთად იყვნენ. Charlie Prot's მიხედვით წყვილი 2014 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაშეშორდა. 2014 წლის 28 ოქტომბერს დაახლოებით 22:30 საათზე მიტამ დედას დაურეკა თავისი საცხოვრებელი კომპლექსიდან და საუბრის დროს დედამ შენიშნა, რომ ის უცნაურად თავსატეხებით საუბრობდა, მაგრამ საკითხს აღარ გაჰყოლია. მეორე დღეს ეკლესიაში ჩატარდა ჩვეულებრივი ბიბლიის შესწავლა, თუმცა შენიშნეს, რომ ერთი წევრი, მიდადრი, მიტა, აკლდა. ეს ძალიან უჩვეულო იყო და ეკლესია მაშინვე დაუკავშირდა მის ოჯახს. როდესაც ვერავინ მოახერხა მასთან დაკავშირება, Fayetteville-ის პოლიციას დაუკავშირდნენ და გამოძიება დაიწყო. მიუხედავად მათი გამოკითხვებისა, პოლიციამ გაიგო, რომ გაუჩინარებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიტა ძალიან შეშინებული იყო და ხშირად სთხოვდა ეკლესიის ხალხს სახლში გაჰყოლოდნენ. მისმა ერთ-ერთმა მეზობელმაც აღნიშნა, რომ გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე მიტამ Reginald-ი თავის ბინაში არ შეუშვა. ძალადობის ისტორიის გამო გაუმძიებლებმა მაშინვე მის ყოფილ შეყვარებულზე მიიტანეს ეჭვი. მაგრამ გაუჭირდათ, რადგან მტკიცებულებების აშკარა ნაკლებობა იყო. შეიქმნა საძიებო ჯგუფები, მაგრამ კვირების გასვლასთან ერთად მისი კვალი არ ჩანდა. კვირები თვეებად იქცა, მაგრამ მიტას კვალი მაინც არ ჩანდა. მალე მისი გაუჩინარების შემდეგ მისი ყოფილი მეგობარი Reginald-ი შტატიდან გაიქცა და Fayetteville-ში მსხოვრებს საკუთარ ოჯახთან კავშირი გაწყვიტა. პოლიცია ფიქრობდა, რომ საქმე გაუხსნელი დარჩებოდა. ასე იყო, სანამ ისინი მიტას ბინის გარეთ მდებარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერს შეისწავლიდნენ. 28 ოქტომბერს, ანუ მის გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე, ჩანაწერში ჩანს, როგორ გარბის მიტა თავის საცხოვრებელ კორპუსში, დაახლოებით საღამოს 5:30 საათზე. ვიდეოს გაგრძელებაში ჩანს, როგორ მისდევს მას შიგნით Reginald-ი, მისი ყოფილი შეყვარებული. 2018 წლის მარტში Reginald საბოლოოდ წაუყენეს ბრალი, რითაც დასრულდა 4 წლიანი გამოძიება. სამწუხაროდ Reginald McDowell-ი ჯერ კიდევ თავისუფალია. ჩრდილოეთ კაროლინის შტატი კი აქტიურად ცდილობს მის პოვნას და საქმის სასამართლოში წარდგენას. მიჩნეულია, რომ Reginald McDowell-ი ნიუ-იორკში იმყოფება და მისი პოვნის შემთხვევაში ექსტრადირებას მოახდენენ. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, თხოვენ დაუკავშირდეს Fayetteville-ის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 900-400-529 და მიუთითოს საქმის ნომერი 14032 14,032,112. ნომერი 9. 2006 წელს 26 წლის ჯოდი არიას ახალი შესაძლებლობის ძიება ჰქონდა დაწყებული. მან სხვადასხვა სამსახურში იმუშავა თინეიჯერობისა და ადრეული 20-იანების განმავლობაში და ახლა სურდა ისეთი საქმე, რომელშიც ბოლომდე ჩაერთვებოდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა მან გაყიდვების პოზიცია კომპანიაში სახელად Prepaid Legal Services-ი. ჯოდი აღფრთოვანებული იყო თავისი ახალი სამუშაოთი და განსაკუთრებით ის უხაროდა, რომ შეეძლო დასავლეთ სანაპიროზე მოგზაურობა. იმ წლის სექტემბერში ჯოდი დაესწრო კომპანიის კონფერენციას ლას-ვეგასში და იქ შეხვდა კომპანიის ბევრ ხელმძღვანელს. ამავე კონფერენციაზე მან გაიცნო Travis Alexander-ი, რომელიც ასევე ამ კომპანიის გაყიდვების აგენტი იყო. მათ ერთმანეთი მაშინვე მოეწონათ. კავშირი ძალიან ძლიერი და მკისიერი იყო. წყვილმა ერთად გაატარა შაბათ-კვირა და შეთანხმდნენ, რომ მომავალში სურდათ შეხვედრების გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ ჯოდი კალიფორნიაში ცხოვრობდა და Travis არიზონაში, მათი ურთიერთობა მაინც მტკიცე იყო. ჯოდიმ კი მისთვის უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიას შეუერთდა. 2007 წლის ზაფხულში ერთად გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ Travis-მა ჯოდის დაშორდა. მათი ურთიერთობა ძალიან ინტენსიური იყო ესეთ მოკლე დროში და Travis-ი არ იყო დარწმუნებული რა მიმართულებით სურდა ურთიერთობის გაგრძელება.
სამწუხაროდ, ჯოდიმ დაშორება ცუდად მიიღო და ტრევის მუდმივად მესიჯებს უგზავნიდა. შემდეგ დაშორებიდან სულ რამდენიმე კვირაში ჯოდი კალიფორნიიდან მესაში, არიზონაში გადავიდა, სადაც ტრევისი ცხოვრობდა. მესაში ცხოვრების დროს ჯოდი ტრევისის სახლში დაუპატიჟებლად მიდიოდა და თავისით შედიოდა. სველი ხან ერთად იყო, ხან დაშორებული. ტრევისი კი ჯოდისთან პერიოდული ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. ამ პერიოდში ტრევისმა კიდევ ერთ ქალთან დაიწყო ურთიერთობა, რამაც ჯოდი კიდევ უფრო გააბრაზა. მისმა მეგობრებმა კი ისიც კი განაცხადეს, რომ ჯოდიმ შურისძიების მიზნით ტრევისის საბურავები დაჭრა. 2008 წლის ივნისისთვის ჩანდა, რომ მათ ერთმანეთი უკვე გადაევიწყებინათ, მაგრამ სატელეფონო ჩანაწერებმა მოგვიანებით აჩვენა, რომ მათ შორის პერიოდული ინტიმური ურთიერთობა მაინც გრძელდებოდა. იმ თვეში ტრევისი უნდა დასწრებოდა კომპანიის შეკრებას კანკუნში, მექსიკაში, მაგრამ ის არ გამოწვევდა და ვერავინ უკავშირდებოდა. კვირის ბოლოს, როცა შფოთვა გაიზარდა, ტრევისის მეგობრებმა გადაწყვიტეს მისი სახლის მონახულება. როცა ისინი 9 ივნისს მის სახლთან მივიდნენ, მათ შემზარავი დანაშაულის სცენა დახვდათ. ტრევისი მთავარ სააბაზანოში იპოვეს, მას მრავალი ჩხვლეტითი ჭრილობა ჰქონდა მიღებული. როცა პოლიცია მივიდა, მათ აღმოაჩინეს, რომ ტრევისი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო და ვიღაცა მას სიცოცხლე წაართვა. საწყისმაეჭვებმა ჯოდისკენ მიუთიტა, გულნათკენ ყოფილ შეყვარებულზე, მაგრამ მან ალიბი დამალა და ამტკიცებდა, რომ კალიფორნიაში ოჯახთან ერთად იყო. გამომძიებლებს ნაწილობრივ სჯეროდათ მისი. ეს ასე იყო მანამ, სანამ დანაშაულის ადგილიდან ციფული კამერა არ აღმოაჩინეს, რომელიც სარეცხ მანქანაში იყო მოთავსებული. წყლის დაზიანების მიუხედავად, ციფული ექსპერტიზის ჯგუფებმა შეძლეს ფოტოების აღდგენა და მათ ძალიან დამამძიმებელი ამბავი მოგვეს. ფოტოებზე ჯოდი და ტრევისი ჩანს, როგორ მონაწილეობენ ინტიმურ ქმედებებში, ასევე იყო მათი შიშველი ფოტოებიც. მათ ასევე აღმოაჩინეს ტრევისის სიცოცხლეში გადაღებული ბოლო ფოტო და როცა სურათებს ათვალიერებდნენ, ნახეს კიდევ ერთი ფოტო, სადაც ის სისხლშია მოსურილი. ეს და სხვა კრიმინალისტიკური მტკიცებულებები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პოლიციას ჯოდი დაეკავებინა და ბრალი წაეყენებინა ყოფილი შეყვარებულის მკვლელობაში. გრძელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჯოდი სამუდამო პატიმრობას მიუსაჯეს, პირობით გათავისუფლების უფლების გარეშე. მისმა საქმემ მთელი ქვეყანა აჟიოტაჟში ჩააგდო მისი გარეგნობის გამო, მაგრამ ამ გახმაურებამ საქმის სერიოზულობა დაჩრდილა. ტრევის ალექსანდერი უნდა იყოს გახსენებული ამ ყველაფერში და არა სკანდალურმა სათაურებმა დაჩრდილონ ეს საქმე. ნომერი 8. 18 წლის ბრიტნი გარგალის სასკაჩევანიდან კანადა აღწევდნენ როგორც ჭკვიან და მოსიყვარულე ახალდაზრდა ქალს, რომელიც მხოლოდ ახლა იწყებდა თავისი ადგილის პოვნას ცხოვრებაში. ბრიტნი ცოტა ხნის წინ სკოლა დატოვა და თავისი შემდეგი დიდი თავგადასავისკენ მიემართებოდა. სამწუხაროდ, 2015 წლის მარტში მისი ცხოვრება მოულოდნელად დასრულდა და Facebook-ის ფოტო, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღო, მის საქმეში მთავარ მტკიცებულებად იქცა. 2015 წლის 23 მარტს 18 წლის ბრიტნი და მისი მეგობარი 18 წლის შეენ ანტუანი გადაწყვიტეს სასკატომში წასულიყვნენ საღამოს გასართობად. ისინი განუყრელები იყვნენ და მე-9 კლასიდან მეგობრობდნენ. ორივე გოგონას კანადის მინდობით აღზრდის სისტემის გამოცდილება ჰქონდა და ბავშვობის გამოცდილებამ ძლიერ დაახლოვა. შუაღამის შემდეგ ორივე სახლიდან გავიდა. ბარებში საღამოს გასატარებლად მზად იყვნენ, მაგრამ წასვლამდე სწრაფად გადაიღეს ფოტო. მარცხნივ არის შეენი, ხოლო მარჯვნივ ბრიტნი. ფოტო უბრალო იყო, ორი საუკეთესო მეგობარი ბედნიერ მომენტში, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ის მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდა. 24 მარტს, დილის 6 საათზე, სასკატონის პოლიციამ ზარი მიიღო ერთ-ერთი გადაკარგული გზიდან ნაგავ საკრალთან ახლოს. მას შემდეგ რაც გამლულმა ბუჩქებში რაღაც შეამჩნია. როდესაც ოფიცრები მივიდნენ, მათ ბრიტნის ცხედარი აღმოაჩინეს. ოფიცრებმა აღნიშნეს, რომ მის ფეხსაცმელები აკლდა და კისერზე მუქი ლიგადურის კვალი ჰქონდა. ამ აღმოჩენამ შოკი გამოიწვია სასკატონში, განსაკუთრებით კი მისი საუკეთესო მეგობრის, შეენისთვის. მან მალევე Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი მეგობრის მოსაგონებლად და დაწერა, როგორ ენატრებოდა იგი. როცა პოლიციამ შეენს დაკითხა, მან განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ბრიტანი ბარს ერთ უცნობ 30-ოდე წლის მამაკაცთან ერთად დატოვა. შეენის ბიძამაც დაადასტურა ეს განცხადება პოლიციასთან, აღნიშნა, რომ მისი დიშვილი სახლში დაახლოებით დილის 4 საათზე დაბრუნდა. გაუმძიებლები ამ უცნობი მამაკაცის ძებნას შეუდგნენ, მაგრამ ამავდროულად ჩუმად სხვა მიმართულებითაც მუშაობდნენ. ის, რაც შეენისთვის არ უთქვამთ, იყო ის, რომ შემთხვევის ადგილზე შავი დაწნული კამარი იპოვეს. როდესაც ოფიცრებმა მისი სოციალური მედიის გვერდები გადაამოწმეს, ნახეს წინაღამის ფოტო, სადაც შეენი ზუსტად ასეთივე კამარს ატარებდა. ის კვლავ ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას, მაგრამ მისი ვერსია ნელ-ნელა ინგრეოდა. მისმა ბიძამ მოგვიანებით უარყო თავისი განცხადება, რომ შეენი დილის 4 საათზე ნახა და ახალი სათვალთვალო კამერის ჩანწერებმა დაამტკიცა, რომ ბრიტანი მამაკაცთან ერთად არ წასულა. საქმისთვის საბოლოო დარტყმა იყო მაშინ, როცა კამრიდან აღებული დნმ-ის ანალიზის შედეგები დაბრუნდა. დნმ-ის ერთი ნიმუში ბრიტანის ეკუთვნოდა, ხოლო მეორე შეენს. 2015 წლის მარტში შეენი დააგავეს და ოფიციალურად წაუგანეს ბრალი მეგობრის სიცოცხლის წართმევაში. როდესაც მტკიცებულებები წარუდგინეს, შეენი გატყდა და აღიარა. მან ოფიცრებს უთხრა, რომ ისინი მთვრალები იგამათეს. შემდეგ მან განაცხადა, რომ გათიშული იყო და როცა გამოფხიზლდა, ბრიტანი მიწაზე გაციებული იპოვა.
2018 წლის იანვარში შეინ გარგალი საქსკეჩევანის კრაუნის სასამართლოს წინაშე წარსდგა, სადაც მას ნაკლებად მძიმე ბრალდებაში, არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. პროკურორებს გაუჭირდა დანაშაულებრივი განზრახვის დამტკიცება და იძულებულნი გახდნენ ნაკლებად მძიმე ბრალდებები წაეყენებინათ. 15 იანვარს შეინ გარგალს მხოლოდ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრიტნის ოჯახმა მაშინვე გააკეთა საპასუხო განცხადება და საჯაროდ გამოხატა მათი იმედგაცრუება. ბრიტნის ოჯახმა მედიას განუცხადა ციტატა: "იმ დღიდან რაც ბრიტმი დაიბადა, ვიდრე ტრაგიკულად საგვერთმეოდა, მისი სული ჩვენს ოჯახში ბრწყინვალე სინათლე იყო. უმეტეს დღეებში ვერცხვეთ მასზე ფიქრს და იმაზე, რაც იმ ღამეს მოხდა. ის ძალიან ენატრებად და უყვართ მის მთელ ოჯახსა და მეგობრებს." ნომერი 7. 2014 წლის მარტში 22 წლის სეილორ უილიამსი და მისი მეგობარი 22 წლის ბრენდან ვეგა გაემგზავრნენ ექსპედიციაზე სანტა-ბარბარაში, კალიფორნიაში. ორივე ცოტა გამოუცდელი იყო და უფრო მარტივი ბილიკი აირჩიეს. ის რაც მხიარული დღე უნდა ყოფილიყო ველურ ბუნებაში, სწრაფად გადაიქცა ქაოსად. 16 მარტს სეილორმა და ბრენდანმა ჩაალაგეს მანქანა და კალიფორნიაში გოლდ პარკში მდებარე კოლდ სპრინგის ბილიკისკენ გაემართნენ. ბილიკი დაახლოებით 2.3 მილის სიგრძისაა და მის გავლას ჩვეულებრივ 2 საათი სჭირდება. ის ნაწილობრივ მოუნიშნავია, რაც შეიძლება პრობლემას შეუქმნას მოლაშქრეებს თუ ბილიკის რუგა წინასწარ არ აქვთ ჩამოტვირთული. სეილორის თქმით, მათი ლაშქრობა ჩვეულებრივ დაიწყო, მაგრამ როცა უფრო შორს წავიდნენ, მიხვდნენ, რომ რელიეფი უფრო საშიში იყო ვიდრე ეგონათ. ლაშქრობის ზოგიერთი მონაკვეთის მოუნიშნაობის გამო ორივე არასწორი გზით წავიდა და სანამ მიხვდებოდნენ, მზე უკვე ჩადიოდა. წყვილს ფანრები დარჩენოდა და მათ ტელეფონებს ნელ-ნელა მუხტი ეცლებოდათ. ამის მიუხედავად ორივე სიბნელეში აგრძელებდა გზას, რომ მანქანასთან დაბრუნებულიყვნენ. სეილორმა კლდიდან გადახდა, თუმცა ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ის გადავარდა და ცუდად დაეცა, რის შედეგადაც კოჭი მოიდეხა. როგორც კარგი მეგობარი, ბრენდანი ცდილობდა სეილორი აეტანა, მაგრამ პირობები ძალიან რთული იყო და ორივე წაიქცა, რის შედეგადაც სეილორმა კიდე მაჯაც, ხელიც და მეორე კოჭიც მოიდეხა. ეხლა ისინი გზაჯვარე დინზე აღმოჩნდნენ და გადაწყვიტეს, რომ სეილორი დარჩებოდა, ხოლო ბრენდანი დახმარების მოსაყვანად წავიდოდა. მოტეხილობებმა საკვების და წყლის ნაკლებობასთან ერთად სეილორზე გავლენა დაიწყო და ის გრძნობდა, რომ გონებას კარგავდა და ისე უბრუნდებოდა. როცა ღამე ჩამოწვა და დახმარება არ გამოჩნდა, სეილორმა იფიქრა, რომ განწირული იყო. მას ასევე დავიწყებოდა თბილი ტანსაცმლის ან პლედის ჩალაგება, რის გამოც გარემო პირობების წინაშე დაუცველი დარჩა. მარტის 17 მოვიდა და სეილორი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ძლივს ძლივობით უძლებდა. დაქანცული და საუბრის უნარო ის ბუჩქებში იწვა და იმედოვნებდა, რომ ვინმე დაეხმარებდა. იმავე დილით სამი მოლაშქრე, რომლებიც კოლდ სპრინგის ბილიკზე მიდიოდნენ, შეჩერდნენ, რომ ფოტოები გადაეღოთ, მაგრამ როცა ტელეფონს დახედეს, კლდის ძირში წითელი მასა დაინახეს. შეშფოთებულებმა ჯგუფმა პარკის თანამშრომლებს დაურეკა და 1 საათში ადგილზე სამაშველო ჯგუფები მივიდნენ. გამოძიებისას გაირკვა, რომ ის წითელი მასა სეილორის თმა იყო. როცა სამძებრო და სამაშველო ჯგუფი ბოლოს სეილორთან მივიდა, ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და სასწრაფოდ სჭირდებოდა საკვები და სითხეები. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც აღმოაჩინეს მისი მოტეხილობების მასშტაბი. საბედნიეროდ სეილორმა სულად გამოჯამრთელდა. მან მედიასთან აღნიშნა, რომ მისი შეღებილი წითელი თმა იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის შეამჩნიეს და მადლობა გადაუხადა მოლაშქრეებს, რომლებმაც ის იპოვეს. სამწუხაროდ ბრენდენი ვერ გადარჩა მას შემდეგ, რაც სანტა-ბარბარას ველურ ბუნებაში დაიკარგა, როცა მეგობრის დასახმარებლად დახმარებას ეძებდა. ბრენდენის ოჯახმა მისი დაკრძალვაც კი გადადო მანამ, სანამ სეილორი საკმარისად კარგად არ გახდა, რომ დასწრებოდა. მისი ოჯახი სურს, რომ ბრენდენი ახსოვდეთ როგორც კეთილი და მამაცი ახალგაზრდა, რომლის ცხოვრებაც ძალიან ადრე დასრულდა. ის გარდაიცვალა, როცა მეგობრის გადარჩენას ცდილობდა. ეს პატივი სეილორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პატივი სეილორს თავისთავად არ მიაჩნია. Number X. ხუან კატალანი ცხოვრობდა ჩვეულებრივ სტაბილურ ცხოვრებას ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. 90-იანი წლების ბოლოს ხუანმა შეეძინა ქალიშვილი, მელისა, და მისი დაბადების დრიდანვე ის გახდა მისი ცხოვრების მთავარი ცენტრი. 2003 წლისთვის ხუანს და მელისას ჩამოუყალიბდათ მყარი რუტინა და მათი საყვარელი დრო მამაშვილთან ერთად იყო ლოს-ანჯელეს დაჯერსის თამაშების ყურება. 2003 წლის აგვისტოში ხუანი დააკავეს დანაშაულისთვის, რომელსაც ის ამტკიცებდა, რომ არ ჩაუდენია და მისი სიყვარული ლოს-ანჯელეს დოჯერსის მიმართ მის დაცვაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა. 2003 წლის აგვისტოში ხუანი სახლში ისვენებდა, ზაფხულის სიცხეს ოჯახთან ერთად ატარებდა, როცა გარედან ხმაური გაიგო. როცა ფანჯრიდან გაიხედა, მიხვდა, რომ სპეცრაზმი მის საკუთრებაში შეჭრას ცდილობდა. რამდენიმე წამში პოლიციელები კარში შემოიჯრნენ და უბძანეს მიწაზე დაწოლილი. დაბნეული, მაგრამ იმის სურვილის გარეშე, რომ საფრთხეში ჩაეყენებინა თავი, მან დანებდა და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. იქ პოლიციელებმა წარუდგინეს ბრალდებები და დაკავების მიზეზები. იმავე წლის მაისში მარტა პუებლა საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს და გაუნძიებლებმა ხუანს უთხრეს, რომ მოწმეებმა ის იმ დღეს დანაშაულის ადგილზე ნახეს. ხუანი ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას და პოლიციელებს უთხრა, რომ დანაშაულის დროს დოჯერსის თამაშზე იმყოფებოდა. სამწუხაროდ მან ვერ შეძლო წარადგინა ბილეთის ნაწილი, რომელიც მის დასწრებას დაადასტურებდა და მის წინააღმდეგ საქმე გაგრძელდა.
ხუანის წინააღმდეგ მტკიცებულებები საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ირიბი იყო. მუშაობის ვერსია იყო, რომ მან მართას შურიზიების მიზნით დაესხა თავს, რადგან მან მის ერთ-ერთ მეგობარზე მისცა ჩვენება და მართა ასევე უნდა მიეცა ჩვენება მისი ძმის მარიოს წინააღმდეგ. თუმცა გაურკვეველია გააკეთა თუ არა მან ეს საბოლოოდ. მიუხედავად იმისა, რომ ხუანი ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას, აშკარა მტკიცებულების გარეშე მან იცოდა, რომ ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო. ეს ასე იყო მანამ, სანამ მისმა იურიდიულმა დაცვამ არ აღმოაჩინა რაღაც, რაც სამუდამოდ შეცვლიდა საქმეს. 2013 წლის 12 მაისს სატელევიზიო შოუ შეიკავა ენთუზიაზმი იღებდა ეპიზოდებს დოჯერსის სტადიონზე მომავალი სერიისთვის, სახელად ავტომობილების ზოლი და ხუანის დაცვა იმედოვნებდა, რომ ეს ჩანაწერები გაამართლებდა ხუანს და დაამტკიცებდა მის ალიბის. სტუდიასთან საუბრის შემდეგ მისმა დაცვამ მიიღო იმ ღამის ფოტოები და მათ დაშვებად. ფოტოებზე ხუანი და მისი ქალიშვილი მელისა სტადიონზე თავიანთ ადგილებზე ისხდნენ. ეს მტკიცებულება წარიდგინა ლოს-ანჯელესის პოლიციას და სასამართლოს, რომლებმაც ოფიციალურად დახურეს საქმე 2007 წლის დასაწყისში. ამის შემდეგ ხუანი გაათავისუფლეს ციხიდან და მისი სახელი საბოლოოდ გათეთრდა მედიაში. მან ასევე მიიღო $320,000 კომპენსაცია ლოს-ანჯელესის ქალაქისგან ციხეში გატარებული დროისთვის. თუმცა მან აღნიშნა, რომ ფული ვერ დაუბრუნებს იმ დროს, რომელიც ქალიშვილთან ერთად დაკარგა. 2017 წელს მისი საქმის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი სახელად Long Shot-ი გადაიღო Netflix-მა, რომელიც ასახავს თუ როგორ გადაარჩინა ერთი ფოტო უდანაშაულო ადამიანს და როგორ არ არის მართლმსაჯულების სისტემა ყოველთვის მზად, რომ საქმეები სწორად განიხილოს. ნომერი 5. დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი ყველაზე მეტად მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ქვეყანაა დედამიწაზე, სადაც დაახლოებით 7.5 მილიონი სათვალთვალო კამერა, ანუ თითო კამერა 11 ადამიანზე მოდის. ეს სტატისტიკა არ მოიცავს მანქანის კამერებსა და კარის ზარის კამერებს, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში პოპულარული გახდა. ამიტომ, როდესაც 33 წლის სარა ევერარდი ლონდონში გაუჩინარდა, გამომძიებლებმა იცოდნენ, რომ ფოტომტკიცებულება ამ საქმის გახსნის გასაგები იქნებოდა. სარა ევერარდი დარემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო და როდესაც მან 2000-იანი წლების ბოლოს ადამიანური გეოგრაფიის ხარისხი მიიღო, ისევ სამხრეთში ცხოვრებას დაუბრუნდა. 2021 წლისთვის მას უკვე მედია სააგენტოში ჰქონდა სამსახური და ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი იყო. ის გამორჩეულად კარგად ასრულებდა თავის საქმეს და უყვარდა სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანებთან ურთიერთობა. 2021 წლის 3 მარტს სარა გაიღვიძა და როგორც ყოველთვის სამსახურში წავიდა. მან დღის განმავლობაში თავის მეგობარ ბიჭს ესაუბრა, ასევე მეგობარს, რომლის სახლშიც მოგვიანებით სტუმრად მიდიოდა. დაახლოებით საღამოს 5 საათზე სარა წავიდა და გაემართა ამ მეგობრის სახლში, კლეფამში, სამხრეთ ლონდონში. მოხსენებების მიხედვით სარამ და მისმა მეგობარმა ერთად ივახშმეს და ისაუბრეს, სანამ სარა დაახლოებით საღამოს 9 საათზე წავიდოდა. ის ცხოვრობდა ბრიქსტონში, რაც კლეფამიდან 10 მილითაა დაშორებული და ადვილად მისადგომია ლონდონის შესანიშნავი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის წყალობით. დაახლოებით 9:30 საათამდე, ცოტა ადრე, მან დაურეკა თავის მეგობარ ბიჭს, რაც მისი ბოლო ცნობილი კონტაქტი გახდა. სარა მეორე დღეს სამსახურში არ გამოცხადდა და რაც მისთვის ძალიან უჩვეულო იყო. დღის განმავლობაში მისგან არანაირი ინფორმაცია რომ არ მიიღეს, მისმა დამსაქმებლებმა ოჯახს დაუკავშირდნენ, რომლებმაც შემდეგ მეტროპოლიტენის პოლიციას მიმართეს. მარტის 6-მდე დასჭირდა მეტროპოლიტენის პოლიციას, რომ საჯარო მოწოდებები გაეკეთებინა და როგორც კი საქმე მედიაში გაჩნდა, ის ქვეყნის მთავარ ყურადღების ცენტრად იქცა. მომდევნო დღეებში პოლიცია მედიას აწვდიდა ყველა შესაძლო ინფორმაციას, მათ შორის სარა ევერარდის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერს A205-ზე. სადაც ის ბრიქსტონისკენ მიდიოდა. რაც მეტროპოლიტენის პოლიციამ საზოგადოებას არ გაუმხილა, იყო ის, რომ მათ აღმოაჩინეს ძალიან შემაშფოთებელი ფოტოები და სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, რომლებიც ერთ-ერთ მათ პოლიციელზე მიუთითებდა. სარა ევერარდის გაუჩინარებიდან სულ რამდენიმე დღეში 48 წლის უეინ კუზენსის დაკავების ამბავმა მთელი ქვეყანა აოცებაში ჩააგდო. მეტროპოლიტენის პოლიციამ დაადასტურა, რომ სარა ევერარდის გაუჩინარებასთან სავარაუდო მკვლელობასა და გადაცებასთან დაკავშირებით დააკავეს იგი. შემდეგ თვეებში მეტროპოლიტენის პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეო კამერების ჩანაწერები და ფოტოები, რომლებიც უეინ კუზენსის მიერ სარა ევერარდის კლეფემში პოინტერს კორტზე შევიწროებას ასახავდა. თვითმხილველებმა დაადასტურეს მომხდარი, განაცხადეს, რომ დაინახეს როგორ აკავებდა, როგორც მათ ეგონათ, ფარული პოლიციელი უეინ კუზენსი სარა ევერარდს გზის პირას. უეინ კუზენსი პოლიციაში 2002 წლიდან მუშაობდა და 2018 წელს მეტროპოლიტენის პოლიციაში გადავიდა, სადაც ასევე შეიარაღებულ პოლიციელად მუშაობდა. 2020 წელს მას კიდევ ერთი დაწინაურება მისცეს საპარლამენტო და დიპლომატიური დაცვის განყოფილებაში, სადაც მას კვლავ მიეცა იარაღზე წვდომა. მეტროპოლიტენის პოლიციამ განაცხადა, რომ უეინმა გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მოწმობა, რათა სარა მოეთყუებინა და ხელბორკილები კილები დაედო. შემდეგ კი მანქანაში ჩასვა. მოგზაურობის განმავლობაში ერთ მომენტში მისი ნიღაბი ჩამოიხსნა და ნათელი გახდა, რომ სარა არ იყო დაკავებული COVID-19 წესების დარღვევისთვის. შემდეგ უეინმა სარა დოვერის მიღებულ ადგილას წაიყვანა, სადაც მას თავს დაესხა და შემდეგ მისი სხეული ტყეში დატოვა. ფოტოგრაფიული და ვიდეო თვალთვალის ჩანაწერები გადამწყვეტი იყო სარას საქმეში და მეტროპოლიტენ პოლიციას საშუალება მისცა უეინის წინააღმდეგ მყარი საქმე აეგოთ. 2021 წლის სექტემბერში უეინ კუზენსი სარას სიცოცხლის წართმევაში დამნაშავედ ცნეს. სასამართლო მოისმინა თუ როგორ დაგეგმა მან იმ დღეს დაუცველი ახალგაზრდა ქალის პოვნა და მასზე თავდასხმა. ასევე გაირკვა, რომ პოლიციელად მუშაობის პერიოდში მის წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარი იყო დაფიქსირებული.
თუმცა ეს საჩივრები ან ვერ აღმოაჩინეს, ან უმნიშვნელოდ წარმოაჩინეს. იმის გამო, რომ ის პოლიციელი იყო, პროფესია, რომელიც ადამიანების დაცვას ემსახურება, მოსამართლემ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა გათავისუფლების უფლების გარეშე. რაც ნიშნავს, რომ ის აღარასოდეს იხილავს დღის სინათლეს. სარას ოჯახს სურს, რომ ის სიყვარულითა და სიკეთით სავსე სულისთვის დაამახსოვრდეთ. ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ მისი გარდაცვალება დიდ ბრიტანეთს დაეხმარება მეტი კანონის მიღებაში ქალებისა და გოგონების დასაცავად. ნომერი 4. Russell Williams-ი ერთ დროს კანადის ერთ-ერთ ყველაზე დაჯილდოებულ სამხედრო პირად ითვლებოდა და შეიარაღებულ ძალებში მაღალ თანამდებობას იკავებდა. მისი სამსახური მას მთელ მსოფლიოში დაატარებდა და მას ანდობდნენ როგორც ქრეფმის, ისე უცხოელი მაღალჩინოსნების გადაყვანას. 2000-იანი წლების ბოლოს Russell Williams-ის კარიერა შეჩერდა, როდესაც მასზე სერიოზული სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ინგლისში დაბადებული Russell Williams-ი ოჯახთან ერთად ძალიან პატარა ასაკში კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. ამიტომაც ის კანადის მოქალაქედ გაიზარდა. ის ბავშვობიდანვე იცნობდა შეიარაღებულ ძალებს, რადგან მისი მამინაცვალი მსახურობდა არმიაში და ოჯახი სხვადასხვა ბაზაზე დახავდა მსოფლიოს გარშემო. 1987 წლისთვის ის უკვე ახალგაზრდა მამაკაცი იყო და ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტი დაამთავრა. დამთავრებიდან 1 წლის შემდეგ მან კანადის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა და სულ 3 წლის შემდეგ მიიღო მფრინავის ლიცენზია. ის იმდენად ნიჭიერი მფრინავი იყო, რომ ახალწვეულების მომზადება დაავალეს. ის სწრაფად დაწინაურდა და 1990-იანი წლების შუა პერიოდში უკვე დიპლომატებსა და მაღალი რანგის პირებს მთელ მსოფლიოში დაყავდა. 1999 წელს ის პოლკოვნიკად დააწინაურეს და ძალების ერთ-ერთ უმაღლეს რანგის წევრად გახდა. მის რეკომენდაციებში უფროსები აღნიშნავდნენ მის ინტელექტს და ადაპტაციის უნარს და როგორც ჩანს, ძალებში იდეალური ცხოვრება ჰქონდა. 2010 წლისთვის Russell-ი და მისი მეუღლე Mary Trenton-ის ავიაბაზასთან ახლოს ონტარიოში ცხოვრობდნენ და ჩანდა, რომ რამდენიმე წელიწადში Russell-ი ძალებს დატოვებდა, როგორც დამსახურებული ოფიცერი. ეს ასე იყო 2010 წლის თებერვლამდე, როცა იგი ონტარიოს პოლიციამ დაკითხვაზე მიიყვანა. იმავე თვეში 27 წლის ჯესიკა ლოიდი ბელვილში, ონტარიოში, საკუთარი სახლიდან უცნაურ გარემოებებში გაუჩინარდა. მისი სახლის გარეთ გაუმძიებლებმა თოლში Nissan Pathfinder-ის საბურავების კვალი აღმოაჩინეს. შემთხვევით ერთ-ერთმა ოფიცერმა Russell-ის მანქანას ჩაუარა და შენიშნა, რომ საბურავების კვალი გავდა იმ კვალს, რომელიც ჯესიკას სახლის გარეთ იპოვეს. საწყისში დაკითხვაზე მიყვანისას მან ყველაფერი უარყო, მაგრამ როდესაც კრიმინალისტიკური მტკიცებულებები წარუდგინეს, გათქვდა. Russell-მა აღიარა, რომ ჯესიკა გაიტაცა და მისი ცხედარი შორეულ ადგილას დააგდო. მაგრამ ეს ერთადერთი დანაშაული არ ყოფილა, რომელიც მან აღიარა. და არა მხოლოდ ეს, მან პოლიციელებს უთხრა, რომ ყველა დანაშაულის ადგილზე ფოტოები ჰქონდა გადაღებული. შემდეგი 10 საათის განმავლობაში კი მან თავისი დანაშაულების შესახებ უკიდურესად დაწვრილებით ისაუბრა. მათ შორის იყო გამოუძიებელი მკვლელობა Corporal Mary France Comos, რომელიც 2009 წლის ნოემბერში საკუთარ სახლში იპოვეს. მან ასევე აღიარა, რომ 82 ქალის სახლში შეიჭრა, რათა მათი საცვლები მოეპარა. მან ყველა ეს დანაშაული, მათ შორის მკვლელობები, ფოტოებზე აღბეჭდა, რათა ნებისმიერ დროს თავიდან გაეცოცხლებინა ისინი. ჩვეების გასვლასთან ერთად Russell-მა აღნიშნა, რომ მისი სურვილები უფრო და უფრო ძლიერდებოდა და მისი თავდასხმებიც გახშირდა. მან ასევე აღიარა, რომ თავისი წოდება და ინტელექტი გამოიყენა, რათა მარეს ფრენის ჟურნალები მოეპოვებინა და გაეგო, როდის იქნებოდა ის სახლში მარტო. გამომძიებლებმა შეძლეს ათასობით ფოტოს აღდგენა, რომლებიც Russell-მა შემთხვევის ადგილზე გადაიღო, რაც კიდევ უფრო ამყარებდა მის ბრალეულობას. 2010 წლის ოქტომბერში Russell Williams სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და პირობით გათავისუფლებაზე მხოლოდ 25 წლის შემდეგ შეიძლებოდა მისი საქმის განხილვა. მისი სასამართლო პროცესის შედეგად Russell-ს წაართვეს ყველა წოდება და გაათავისუფლეს კანადის შეიარაღებული ძალებიდან. მესამე 1984 წლის ზაფხულში. 21 წლის შერი მილერი ლოს-ანჯელესში ბარში სახელად ხურცის ბაზარი მუშაობდა, რომ თავი გაეტანა. მას ახასიათებდნენ როგორც ბედნიერ და ჭკვიან ადამიანს და ის იწყებდა თავისი ცხოვრების მომავალი ეტაპის დაგეგმას. შერი მოდელობა სურდა და ფიქრობდა, რომ ლოს-ანჯელესი იდეალური ადგილი იქნებოდა თავისი პორტფოლიოს წარსადგენად. იმ წლის ივლისის 1 საღამოს შერიმ კიდევ ერთი გრძელი ღამე დაიწყო ბარში მუშაობით, როცა შიგნით უილიამ ბრედფორდი შემოვიდა. მან ბართან დაჯდა და შერისთან ძალიან თავაზიანი იყო. საბოლოოდ კი მათ საუბარი გააბეს. რამდენიმე საათში შერიმ უილიამს გაუმხილა, რომ მოდელობა სურდა, ხოლო უილიამმა უთხრა, რომ გაუმართლა. ის შემთხვევით ფოტოგრაფია აღმოჩნდა და სიხარულით შესთავაზა შერის პროფესიონალური პორტრეტების გადარება. მან ასევე უთხრა, რომ ინდუსტრიაში გარკვეულ კონტაქტებსაც მიაწვდიდა. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი შეხვდნენ და უილიამმა შერი ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით უდაბნოში მდებარე მოშორებულ საკემპინგ ადგილზე წაიყვანა. მას შემდეგ, რაც უილიამმა შერის კლდის ფორმაციასთან ახლოდან ფოტოები გადაუღო, მას თავს დაესხა. როცა დაასრულა, შერის ნეშტი მანქანაში ჩააწყო და ჰოლივუდში ერთ-ერთ ავტოსადგომზე დააგდო. როდესაც მისი ცხედარი აღმოაჩინეს, ყველა ტატუ და ამოსაცნობი ნიშანი მოცილებული ჰქონდა. რის გამოც მას ჯეინ დოუ ნომერი 60 უწოდეს. ლოს-ანჯელესის პოლიციას დასასვენებლად ცოტა დრო ჰქონდა, რადგან 2 კვირის შემდეგ ტრეისი კემბელის ცხედარი აღმოაჩინეს უდაბნოში, იმავე ბანაკში, სადაც უილიამმა შერი გადაიღო.
მოგვიანებით გაირკვა, რომ უილიამმა ტრეისი იგივე საბაბით შეიტყუა ფოტოსესია და ახალგაზრდა მოდელის კარიერისთვის ხელშეწყობა. ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ უილიამი ლოს-ანჯელესის პოლიციის ეჭქვეშ მოექცა, რადგან ის იყო ბოლო ადამიანი, ვინც ტრეისი ცოცხალი ნახა. ეჭვი იმდენად დიდი იყო, რომ გამომძიებლებმა მოსამართლეს მისი ბინის ჩხრეკის ორდერი სთხოვეს. როცა ოფიცრები ბინაში შევიდნენ, მათ ასობით ახალგაზრდა ქალის ფოტოები იპოვეს, რომლებიც მოდელების პოზებში იყვნენ გადაღებული. ერთ-ერთ ფოტოზე ქალი ძალიან დგავდა ჯეინ დოუ, ნომერ 60, რომელიც ივლისში იპოვეს და უილიამი დააკავეს. გამომძიებლებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ ზოგიერთი ფოტო ნამდვილად შერი მილერის იყო. ისინი ასევე შეშფოთებულნი იყვნენ იმ მინიმუმ 50 ქალის ბედით, რომლებსაც მან 1970-იან და 1980-იან წლებში ფოტოები გადაუღა. ის წინააღმდეგ წარმოებული პროცესი უცნაური იყო, რადგან მან გადაწყვიტა საკუთარი თავი დაეცვა და მუდმივად ქირაობდა და ათავისუფლებდა ადვოკატებს. ბოლოს უილიამმა თავად აღიარა თავისი დანაშაული, როცა სასამართლოს უთხრა. დაფიქრდით, რამდენი კიდევ არის, ვის შესახებაც არც კი იცით. სრულად მართალი ხარ. სწორედ ასე, ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც უილიამსის ქცევით იყო გამოწვეული, ის ორივე საქმეში დამნაშავედ ცნეს და სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს. ის გაგზავნეს სან-კვენტინის ციხეში და 2008 წელს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2006 წელს ლოს-ანჯელესის პოლიციამ დაიწყო მოწოდება უილიამსის ფოტოებზე გამოსახული ქალების იდენტიფიცირების მიზნით და რამდენიმე კვირაში მათგან 21 ამოიცნეს. მიჩნეულია, რომ უილიამსი კიდევ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის წართმევაშია დამნაშავე და ვიმედოვნებთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა ამ ოჯახებს სიმშვიდეს მოუტანს. ნომერი 2. 22 წლის განმავლობაში, 40 წლის, უილიამ მოლტის ოჯახი ფიქრობდა, რა დაემართა მას. ლანტანაში, ფლორიდაში დაბადებულ და გაზრდილ უილიამს 7 და წყნარი ცხოვრება ჰქონდა. მუშაობდა იპოთეკურის სესხების მრჩევლად. 1997 წლის 7 ნოემბრის საღამოს უილიამი წავიდა ზრდასრულთა ბარში, რათა დამშვიდებულიყო და განტვირთულიყო სამსახურში რთული დღის შემდეგ. დაახლოებით 9:30 საათზე მან ბარიდან დაურეკა თავის შეყვარებულს და უთხრა, რომ მალე სახლში იქნებოდა, მაგრამ მისმა შეყვარებულმა კარის საკეტის ხმა აღარ გაიგონა. როდესაც მეორე დღეს სამსახურში არ გამოცხადდა, მისმა შეყვარებულმა და ოჯახმა Palm Beach-ის ოლქის შერიფის ოფისს მისი გაუჩინარების შესახებ აცნობეს. გამოძიება მაშინვე ჩიხში შევიდა. იმ ღამით ბარში მყოფმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ უილიამმა რამდენიმე სასმელი დალია, მაგრამ არ იყო მთვრალი და კარგ განწყობაზე ჩანდა. მისმა ოჯახმა დაადასტურა, რომ მას არ ჰყავდა ცნობილი მტრები და არც ფინანსური თუ ურთიერთობის პრობლემები ჰქონდა. ისე ჩანდა, თითქოს ის დედამიწიდან გაუჩინარდა და გაუნძიებლები შიშობდნენ, რომ ამ საქმეს ვერასდროს დახურავდნენ. შემდეგი 22 წლის განმავლობაში საქმე გაუხსნელი დარჩა, სანამ მიწის ამზოველი Google Earth-ზე უყურებდა სახლებს Grand Isles-ის უბანში, Wellington-ში, ფლორიდაში, რომელიც ლანტანადან 19 მილითაა დაშორებული. ქონების დათვალიერებისას შემფასებელმა შენიშნა თეთრი მასა ტბაში, რომელიც სახლებს ყოფდა. თავდაპირველად რთული იყო გარჩევა, რა იყო ეს, მაგრამ როდესაც უფრო ახლოს მიაზუმა, მიხვდა, რომ ეს მანქანა იყო. საბედნიეროდ შემფასებელი იცნობდა სახლის მფლობელს Barry Face და დაუკავშირდა მას, რომ შეეთყობინებინა. Barry Palm Beach Post უთხრა, რომ როდესაც თავის საფუძრებიდან ნაპირთან ახლოს იყურებოდა, ვერაფერს ამჩნევდა, ამიტომ გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა Google Earth-ი და მანაც დაინახა. შემდეგ მან ტბაზე დრონი გაუშვა, რომელმაც იგივე აჩვენა, რაც Google Earth-მა. როდესაც საკმარისი მტკიცებულება შეაგროვა, Barry Palm Beach-ის ოლქის შერიფის ოფისს მიმართა, რომლებმაც ამოღების სამუშაოები დაიწყეს. 2019 წლის 28 აგვისტოს თეთრი მანქანა ტბიდან ამოიღეს. და როდესაც ის ნაპირზე ამოათრიეს, გამომძიებლებმა ნაშთები აღმოაჩინეს. სასამართლო ექსპერტიზის მეთოდების გამოყენებით მათ სწრაფად შეძლეს ნაშთების იდენტიფიცირება და დაადგინეს, რომ ისინი უილიამ მოლტს ეკუთვნოდა. მისი ოჯახი აღმოჩენის შესახებ აცნობეს და მადლობა გადაუხადეს Palm Beach-ის ოლქის შერიფის ოფისს, ასევე Barry Face გაწეული მუშაობისთვის. მას შემდეგ წლების განმავლობაში ისეთი ჯგუფები, როგორიცაა Adventures with Purpose და სხვები, აშშ-ს მასშტაბით წყალსატევებში მსგავს აღმოჩენებს აკეთებენ, რაც ოჯახებს პასუხებს აძლევს და გარდაცვლილებს საბოლოოდ მოსვენების საშუალებას აძლევს. ნომერი 1. Google Maps საშუალებას აძლევს მსოფლიოს ნებისმიერ ადამიანს მოძებნოს ნებისმიერი მისამართი სხვადასხვა დროის მონაკვეთით. ზოგიერთი ჩვენგანი ეძებს ბავშვობის სახლს, რომ ნახოს, როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში. სხვები ათვალიერებენ სკოლებს, ძველ ბიზნესებს და ზოგჯერ იყენებენ მას ახალი ადგილების საბონელადაც. 2010 წელს სამხრეთ კაროლინაში გამომძიებლები ამ ტექნოლოგიას მიმართავდნენ, რათა დაედგინათ შესაძლო ეჭვმიტანილი. 2010 წლის 30 ივლისს ედგარ ლოპესი და პაბლო გუტიერეს გუსმანი რიჩლენდში სამხრეთ კაროლინაში ერთ-ერთ საკუთრებაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოგრულები იპოვეს. მათი გარდაცვალება ადგილობრივ საზოგადოებას შოკში აგდებდა და ყველა ფიქრობდა, ვინ იქნებოდა ასეთი საქციელის ჩამდენი. არც ერთ მამაკაცს ცნობილი მტრები არ ჰყავდა და ისინი მეგობრებისა და ოჯახის წევრების მისმიერ ძალიან იყვნენ საყვარელები. საწყის გამოძიების დროს საკუთრების მახლობლად მყოფმა თვითმხილველებმა შეძლეს აღწერის მიცემა, რომლის მიხედვითაც Richland County-ის შერიფის დეპარტამენტმა კომპოზიტური ესკიზი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე ბევრი იმუშავეს, გამოძიება ჩიხში შევიდა. ეს ასე იყო მანამ, სანამ მათი ყურადღება ერთ სახელზე არ გამახვილდა. Leslie Todd Barwin. მოწმეებმა გაიხსენეს, რომ იმ დღეს Leslie იმყოფებოდა იმ
ტერიტორიაზე და მის გარშემო ზოგიერთმა კი დაინახა მისი მწვანე Kia-ს მინივენი, რომელიც სწრაფად გაეცალა შემთხვევის ადგილს. გამომძიებლებს ეჭვი ჰქონდათ ლესლიზე, მაგრამ მტკიცებულებების გარეშე მოქმედება ვერ შეძლეს. უცნობია აღმოჩნდა თუ არა საბურავების კვალი ან სხვა რაიმე ფიზიკური მტკიცებულება შემთხვევის ადგილზე, რადგან მანქანამ სწრაფად დატოვა ადგილი და საკუთრებას ვიდეოკამერები არ ჰქონდა, გამომძიებლებს ეგონათ ჩიხში იყვნენ. ეს ასე იყო მანამ, სანამ ისინი Google Maps-ზე არ შევიდნენ და 2010 წლის კადრებზე არ გადავიდნენ. სრულიად შემთხვევით მათ შეძლეს ეპოვათ იმ დღის ფოტო, როცა დანაშაული მოხდა და იმ კადრში, სადაც საკუთრება ჩანს, მწვანე Kia-ს მინივენი იდგა. ერთ-ერთმა მოწმეებმა გამოძიების დასაწყისში დეპარტამენტ ნომრის ნაწილი მიაწოდა, რამაც მათ საშუალება მისცა დაედასტურებინათ, რომ Google Earth-ზე დანაშაულის ადგილას ნაპოვნი მწვანე Kia Leslie Todd Parwins ეკუთვნოდა. სამწუხაროდ იმ დროისთვის, როცა ოფიცრებმა საქმეში პროგრესი მოახდინეს, Leslie სამხრეთ კაროლინა უკვე დატოვებული ჰქონდა. Leslie-ს ოჯახთან დაკავშირების შემდეგ პოლიციამ შეძლო მისი ოჯახის დარწმუნება, რომ Leslie დაეყოლიებინათ, ლუიზიანაში სამალავიდან გამოსულიყო და სამხრეთ კაროლინაში დაბრუნებულიყო. როცა ის დაბრუნდა, მას ოფიციალურად წაუკენეს ბრალი და დააკავეს. 15 წლიანი ლოდინის შემდეგ 2025 წლის თებერვალში Leslie ორივე მუხლით დანაშავედ სცნეს და 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ოფიციალური პირები ამ საქმეზე ბევრს არ საუბრობენ, ხოლო Leslie-ს მამამ Daily Records განუცხადა, რომ სჯერა მისი შვილის 20 წლიანმა სამხედრო კარიერამ, რომლის განმავლობაშიც მან ორჯერ იმსახურა ერაყსა და ავღანეთში, შესაძლოა დანაშაულის ჩადენაში თავისი წვლილი შეიტანა. Leslie-მ სასამართლოს განუცხადა, რომ მან თავდაცვის მიზნით იმოქმედა და მას პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა დაუდგინდა. Google Maps-ის წყალობით ედგარისა და პაბლოს ოჯახებს ახლა შეუძლიათ ტკივილის მოშუშება დაიწყონ, რადგან სამართალი აღსრულდა. დიდი მადლობა ორებისთვის მეგობრებო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჯერეთ მოწონების რელაქს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინების ზარის ჩართვა, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მაგრამ ჩემი სახელია Ty Notes და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით მეგობრებო.